პატრიოტთა ალიანსის 3 ლიდერის ვიზიტი მოსკოვში. და ეხლა ჩვენ გვერდება თამარ კორძაია, რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი. ქალბატონ თამარ, რა უნდა გააკეთოს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, როგორ შეიძლება მან აუკრძალოს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას რაღაც ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვედრები ვინმესთან თუნდაც მოსკოვში? მოგესალმებით, ქალბატონო დიანა, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ქართულმა ოცნებამ კაფეო განცხადებები უნდა გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ხელისუფლების საქართველოს პარლამენტის როგორც უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღები ორგანოს მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. შემთხვევით არ მოვიხსენიეთ ჩვენ განცხადებაში 2013 წლის და 2017 წლის რეზოლუციები, რომლებიც ახლა მთლიანად რა თქმა უნდა ყველა მუხლების და პუნქტების ციტირებას ვერ მოვახდენთ, მაგრამ ცალსახად და არაურაზროვნად არის აღიარებული მნიშვნელოვან პოლიტიკურ კურსად ის, რომ საქართველოს ისწრაფვის ნატოში ინტეგრაციისკენ, საქართველოს ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ და ამ ფონზე პარლამენტის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სრულიად გაურკვეველი ფორმატების შეთავაზება. ჯერ კიდევ არავინ არ იცის ეს პატრიოტთა ალიანსმა შესთავაზა ეს სამხრივი ფორმატი თუ რუსული მხარის მიერ იქნა შემოთავაზებული ეს წინადადება და მერე გააჟღერა პატრიოტთა ალიანსმა. ჩვენ ამაზეც არ გვაქვს პასუხი, იმიტომ რომ შეხვედრა დახურულ კახზე მიმდინარეობდა. აქედან გამომდინარე, როდესაც შორის ორშაბათს აპირებს ეს ფრაქცია პრესკონფერენციის გამართვას და გუშინ ინგა გრიგოლიასთან სატელეფონო ჩართვის დროს ადამ არშანიამ თქვა, რომ იქ თითქოს აი ამ ბრიფინგზე სტენოგრამა ან აუდიო ჩანაწერი დარიგდება იმ საუბრებისა, რაც მათ გამართეს. მე ასე გავიგე, ყოველ შემთხვევაში არ ვიცი ეს რამდენად ასე იქნება. ისინი ორშაბათამდე მედიასთან კონტაქტში სტენოგრამას. დიახ. ვერ ვიტყვით, რომ სულ მოუთმენად ველოდებით ამ სტენოგრამას, იმიტომ რომ სახარბიელო და სასიკეთო საქართველოსთვის ამ სტენოგრამაში ნამდვილად არაფერი არ იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პროცესმა ახლა გამოავლინა და სწორედ ქართული ოცნების პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში, პირველი ის, რომ ის არ იგმიჯნება მკაფიოდ და მე რამდენადაც ვიცი, თქვენს მერე ირაკლი წესიაშვილი იქნება და მე იმედი მაქვს, რომ ირაკლი გააკეთებს მკაფიო განცხადებებს ქართული ოცნების სახელით და დაგმობს ყველანაირ ურთიერთობას მსგავსი ტიპის რუსეთთან ცალსახად და ის იქნება დამაჯერებელი ამ თავის განცხადებაში. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ პროცესმა აჩვენა ნათლად, რომ თურმე შესაძლოა ქვეყანაში აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც შეუძლიათ და პარლამენტში სამწუხაროდ, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი ინდივიდუალური ინიციატივებით ქვეყნის უსაფრთხოება დააყენონ ეჭქვეშ. და სწორედ ამიტომ იყო ეს ჩვენი საგანგებო მიმართვა გუშინ გავრცელებული ქართულ ოცნებასთან კარგი, აი რას არღვევს უსაფრთხოების როგორ არღვევს პატრიოტთა ალიანსის მცდელობა? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი წუთით რა დაახტოვთ, იმიტომ რომ რთულია ეს ჩემს საუბარი. ერთი რამ არის ცალსახა ამ პროცესში გამოჩნდა, რომ არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრი არის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი ქვეყანაში. ის რომ მას აქვს მანდატი ილაპარაკოს ხალხის სახელით, ასევე პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ფინანსდებიან ბიუჯეტიდან, მათი ანგარიშვალდებულება გაცილებით მაღალია იმ საზოგადოების წინაშე, რომელსაც წარმოადგენენ. ამიტომ ასეთი ინიციატივები საფრთხის მომცველია ქვეყნისათვის და ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ფორმატი ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებების წარმოების წესის. ჯერ ერთი ცალსახად გვაქვს ნათქვამი, რომ დიპლომატიური და სამხედრო პოლიტიკურ ალიანსზე საუბარი არ შეიძლება და ეს უკვე პოლიტიკური განაცხადია. მაგრამ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რაიმე ფორმატში შევა დიალოგში ოკუპანტ სახელმწიფოსთან, მას უნდა ჰქონდეს ან უსაფრთხოების უშიშროების საბჭოს მანდატი, ან რაიმე ფორმით რაღაც მანდატი და უფლებამოსილება მინიჭებული და მკაფიო გზავნილები, რომელთაც მიდიან. არ შეიძლება საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელიც პრაქტიკულად, რომლის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს, პოლიტიკოსები ესე თვითნებურად მიდიოდნენ ოკუპანტის სახელმწიფოს პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან და რაღაც ინდივიდუალური სახიფათო ინიციატივებით გამოდიოდნენ. ეს არის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი დარტყმა, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის. ამიტომ არის, რომ ჩვენ შევთავაზეთ გუშინ ქართულ ოცნებას, შეიმუშაოს წესები, რა წესები და რომლის მიხედვითაც შეიძლება იმოქმედონ პოლიტიკოსებმა ამ სფეროში.
სწორედ იმ სფეროში, რომელიც ყველაზე მეტად ალბათონ თამარ, ანუ სპეციალური წესები უნდა არ შეიძლება. სპეციალურად წესები უნდა შედგეს, რომ ესეთი ტიპის მოლაპარაკებებში, ასეთი დაძაბული, ასე ვთქვათ, ურთიერთობების პირობებში ოკუპანტ ქვეყანასთან მხოლოდ ხელისუფლება და სახელისუფლო ძალები, ანუ პასუხისმგებლობის და ძალაუფლების ხელში მქონე ძალები აწარმოებენ, იმიტომ რომ მართლაც პრინციპში გაუგებარია რა მანდატი შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციურ პარტიას, აი რაზე შეიძლება ის მოელაპარაკოს, როცა მას გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ აქვს. იქედან გამომდინარე, რომ ის არ არის ხელისუფლების ნაწილი. ის არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, მას აქვს პარლამენტის წევრის მანდატი და მან აჩვენა რუსეთს, რომ რუსებს აქვს საყრდენი საქართველოს პარლამენტში. და ეს უკვე ძალზე დიდი საფრთხეა, მე მგონი ამაში ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ თელს მსოფლიოში ევროპა, ამერიკა ყველამ მსჯელობს იმაზე, რომ რუსეთის პოლიტიკა, საინფორმაციო ომი, რომელსაც ის აწარმოებს და მისი პოლიტიკა რომ შეიტანოს ქვეყნებში ასეთი ფსევდოპატრიოტული რიტორიკა, რასაც ახორციელებს კიდევაც და ეს ქართული მარში სხვა არაფერია თუ არა ზუსტად ამ პოლიტიკის ნაწილი და ის სხვადასხვა ჯგუფებზე, პატარ-პატარა ჯგუფებზე დაყრდნობით ცდილობს, რომ სახელმწიფოებში შეიტანოს განხეთქილება. დღეს მან შეცვალა ომის მეთოდები. ის არ გვებრძვის ავტომატით, ის გვებრძვის სუსტი, უპრინციპო, არაკვალიფიციური ადამიანების მეშვეობით და დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ მან საყრდენი მონახა საქართველოს პარლამენტში. ეს არის საფრთხის შემცველი. სწორედ ამიტომ არის, რომ ფორმატები უნდა შემუშავდეს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ფორმატი ჩაბარდეს უნდა მხოლოდ და მხოლოდ მარტო უმრავლესობას. არა, ეს ფორმატი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი, უშიშროების, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ფორმატში შეიძლება შედიოდნენ პარლამენტის წევრები ნებისმიერი პარტიიდან, მაგრამ კაფიო, ღია, გამჭვირვალე ფორმატი უნდა არსებობდეს. და ამ ფორმატის პარლებში არც ერთ პოლიტიკოს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ეჭქვეშ დააყენოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიმართულებები. რესპუბლიკელები დღეს ამაზე ვსაუბრობთ, რომ ამ ვიზიტის პარლებში დაყენებული იყო ეს ეჭქვეშ და თქვენ მათ უპრინციპო არაკვალიფიციურ ადამიანებად მიიჩნევთ იმ სამ პოლიტიკოს პარლამენტას, რომლებიც წავიდნენ. რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებიც წავიდნენ მოსკოვში. წასვლის წინ არც ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ, არც კი დაგმეს საზღვრის გადმოწევის ფაქტი აეროპორტში. ძალიან კარგად გავიხსენოთ ის კომენტარები, რაც გააკეთეს და მე იქიდან შემოგთავაზეს რაღაც აბსურდული სამხრივი ფორმატი, ესეც არაკვალიფიცირების დამადასტურებელი იყო, აპატურაის განცხადება გაიხსენეთ ამასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ერთადერთი რაც დასკვნა შეიძლება გამოვიტოვოთ აქედან, რომ მოსკოვი ეძებს საყრდენს თბილისში და მან ჩვენ და სამწუხაროდ და სავალალოდ საქართველოს პარლამენტში მონახა ასეთი ადამიანები. აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და სწორედ ამ ადამიანების მხრიდან ამ მოლაპარაკებების აბსურდულობაზე საუბრობთ, ხელისუფლების მხრიდან სხვა ფორმატების ძიებაზე, ვიდრე ეს არის ჟენევის და პრაღის ფორმატები, ასევე პირდაპირ დიალოგის მნიშვნელობაზე გუში მაგალითად დიახ, ნინო ბურჯანაძე ღიად მოუწოდებდა ხელისუფლებას პირდაპირ დიალოგისკენ. მე არ ვლაპარაკობ გარე ფორმატების მოძიებაზე. მე ვლაპარაკობ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ურთიერთობის ფორმატის განმსაზღვრელ შიდა სტრუქტურებზე. არ შეიძლება ოკუპანტ სახელმწიფოსთან ადამიანები მიდიოდნენ ინდივიდუალური ინიციატივით. ეს არის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი დარტყმა. ამიტომაც ვლაპარაკობთ, რომ მსგავსი ტიპის წამოსვლები რუსეთთან ჯერ ერთი ნათქვამია, რომ არ შეიძლება. და მეორე თუ ოდესმე იქნება დასაშვები, ამას უნდა ჰქონდეს თავისი წესი. არ შეიძლება სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე არ იყონ ინფორმირებული მსგავს ვიზიტებზე. არ შეიძლება რომ სახელმწიფოს მეთაურებს არ ჰქონდეთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ისევ და ისევ ხას უსვამ, ეს არის ოკუპანტ ქვეყანასთან ლაპარაკი. ეს რო იყოს სხვა სახელმწიფო, ეს რო იყოს ევროპის ნებისმიერი ქვეყანა, რომელშიც დემოკრატიული განვითარება დამკვიდრდა და ასე შემდეგ, მაშინ აღარ გვექნება ჩვენ პრობლემა. მაგრამ როდესაც იმ სახელმწიფოსთან, რომელსაც ფაქტობრივად
საომარი მდგომარეობა გქონდა და კიდევ არ ვიცით რა მოხდება. მსგავსი ტიპის ინიციატივებს იჩენენ, ეს არის პირდაპირი დამტყმა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის და ეს პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა იყოს პატრიოტთა ალიანსმა. არანაირი ფორმით არანაირი მცდელობა არასოდეს რუს პოლიტიკოსებთან, რუსეთის პოლიტიკური ელიტის რომელიმე წევრთან კომუნიკაციის არ აქვს და არ ექნება? არა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვთვლით, რომ დაუშვებელია ასეთი ტიპის მოლაპარაკებების წარმოება და შეუძლებელია, იმიტომ რომ არ შეიძლება რომელიმე კონკრეტულმა პარტიამ აიღოს მსგავსი ტიპის პასუხისმგებლობა სახელმწიფო ინსტიტუტებთან შეთანხმების გარეშე, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოება უნდა მუშაობდეს, უნდა არსებობდეს. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ხედვა ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის კონფლიქტებთან დაკავშირებით, რაზეც ძალიან ბევრი კრიტიკა მოგვისმენია ჩვენთან მიმართებაშიც, მაგრამ არასოდეს ასეთი სარისკო, უპასუხისმგებლო, ინდივიდუალური ინიციატივები რესპუბლიკურ პარტიას არ ჰქონია, იმიტომ რომ არასოდეს სახელმწიფო უსაფრთხოებას ჩვენ საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ. გასაგებია, კიდევ ერთი, ესე ვთქვათ, აქტივობა, რომელსაც თქვენ შეეხეთ, თქვენს, ესე ვთქვათ, მიმართვებში, ეს არის ქართველთა მარში, რომელიც დღეს იგეგმება. ამ ხრივ რა საფრთხეებს ხედავთ თქვენ და ხელისუფლებამ რა შეიძლება გააკეთოს? ჩვენ მადლობთ ამ საკითხსაც რო შეეხეთ. ჩვენ ამ მოვლენას არ ვხედავთ რუსეთისგან დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, და სწორედ ერთობლივად იმიტომ მივმართეთ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით და ბევრი სხვა საკითხი ასევე ქართულ ოცნებას, რომ მიგვაჩნია, რომ სწორედ რუსეთის, ასე ვთქვათ, რბილი ძალის გავლენის შედეგებია ეს. რა თქმა უნდა, ნაკლები მნიშვნელობის არის ეს ქართველთა მარში, მაგრამ ეს არის მოსკოვში დამკვიდრებული რუსული მარშის ანალოგი. და ძალზე საფრთხის მომცველია სწორედ ქვეყანაში არსებული მართლწესრიგისა და სიმშვიდის შენარჩუნების თვალსაზრისით. ანტიჰუმანური განცხადებებით მომავალი მარში ეს არის გზა და მარში მოსკოვისკენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ არც პატრიოტთა ალიანს, არც ამ მარშის ორგანიზატორებს მარში მოსკოვისკენ არ გამოუვათ. ეს თქვენს ეთერში ერთხელ უკვე ვთქვით და ამას მრავალგზის გავიმეორებთ, იმიტომ რომ სულისკვეთება, რომლითაც ეს ადამიანები დღეს იკრიბებიან და ის ზიზღი, რომელსაც ისინი ავლენენ სხვა ეროვნების ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან საქართველოში, ეს არ აშენებს სახელმწიფოს, ზიზღით არ შენდება სახელმწიფოები, ამიტომაც არის, რომ ჩვენ ვთვლით, რომ საფრთხის მომცველია და სწორედ ზიზღის და ურთიერთგაუტანლობის გაღვივებით აპირებს რუსეთი ჩვენთან დამკვიდრებას, ჩვენს დასუსტებას და ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ოკუპანტ სახელმწიფოს. დიდი მადლობა თამარ კორძაიას, ის რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს. რეკლამის შემდეგ ქართული ოცნებიდან ჩვენი სტუმარი იქნება ირაკლი სესიაშვილი. ივლისი და 2 საპროტესტო აქცია